საჯარო სამსახურში რეორგანიზაციით გათავისუფლებულ პირებს აღარ ექნებათ აღდგენის მოთხოვნის უფლება. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე აღარ ჩაითვლებიან პროფესიულ საჯარო მოხელეებად და მათი დანიშვნა ხელშეკრულებით მოხდება. მათ არც სახელმწიფო ენის ცოდნა მოეთხოვებათ. დაწესებულების ხელმძღვანელს ეძლევა უფლება მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ მომზადებულ შეფასებაში ცვლილებები შეიტანოს 3 თვის ვადაში. ეს და კიდევ ბევრი მსგავსი პრობლემური ცვლილება მმართველმა გუნდმა საჯარო სამსახურის შესახებ შეიტანა. იმის მიუხედავად, რომ ქართულ ოცნებაში ცვლილების მიზნად საჯარო სექტორის გაჯანსაღებას ასახელებენ, მესამე სექტორში მას არასასურველი კადრებისგან საჯარო სამსახურის წმენდა დაფასებენ და ღიად აცხადებენ, რომ ეს დასაქმებულების პოლიტიზირების და დაშინების რეპრესიული მეთოდებია. ქართულმა ოცნებამ საჯარო მოხელეების მისამართით გამოთქმული მუქარა, რომ მათ მიერ დაფიქსირებულ უკმაყოფილებას რეაგირება მოჰყვებოდა, სისრულეში რამდენიმე დღეში მოიყვანა. ასე აფასებენ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში განხორციელებულ ცვლილებებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში. გოჩამ ჟავანაძე ამბობს, რომ ნაბიჯით მმართველმა გუნდმა საჯარო მოხელეები სამართლებრივი დაცვის გარეშე დატოვა. მნიშვნელოვანი ცვლილება არის ის, რომ წელიწადში ორჯერ ხდება შეფასება საჯარო მოხელის, სპეციალისტებისა და მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების და ზედიზედ ორჯერ უარყოფითი შეფასების შემთხვევაში შესაძლებელია მათი სამსახურიდან გათავისუფლებაც. ასევე ნებისაზე გავლენის პერკეტი არის ჩაწერილი, რომ უარყოფითი შეფასების შედეგად შეიძლება დააკლეს 20%-მდე ანაზღაურება და აქაც ბუნდოვანი ნაწილია, ბოლომდე არ არის ნათლად ჩამოყალიბებული, რა ეტაპიდან შეიძლება დაიწყოს ხშობის ანაზღაურების გამოკლება და რა ეტაპამდე გაგრძელდეს. ასევე საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ეძლევა შესაძლებლობა, მაგალითად პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ შეფასებული საჯარო მოხელის შეფასება შეცვალოს, დამოუკიდებლად ყოველგვარი და საბუთების გარეშე და ესეც არის დრაკონული ცვლილებების ერთ-ერთი მექანიზმი. ასევე მობილობის რეორგანიზაცია შეუძლია დაარქვა ნებისმიერ ცვლილებას და რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული ადამიანის საჯარო მოხელე, ანუ მობილობის წესს არ ექვემდებარება. საჯარო სამსახურში თანამდებობებზე პირების დანიშვნის წერში, ასევე დასაქმებულების შეფასების სისტემაში ცვლილებები, შრომითი გარანტიების გაუქმება, რეორგანიზაციასთან დაკავშირებული რიგი საკითხები. ეს არასრული ჩამონათვალია, რომელიც მმართველმა გუნდმა წინა კვირაში საჯარო სამსახურის შესახებ კანონში განახორციელა. საიაში მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო ამჯერად პარტიულ და საჯარო სამსახურს შორის ზღვარის წაშლას ცდილობს. ირმა აბაშიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი საჯარო მოხელეების გაკონტროლებას ცდილობს. ცვლილებების მიხედვით საჯარო სამსახურში პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე აღარ არიან საჯარო მოხელეები, ისინი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად ითვლებიან. მათი აყვანისთვის აღარ იქნება საჭირო კონკურსის ჩატარება, ასევე არ აქვთ ის მოთხოვნები, რაცაც კანონმდებლობა უწესებს საჯარო მოხელეებს, მაგალითად სახელმწიფო ენის ცოდნა, ასაკობრივი ზღვარი, მოხელის სერტიფიკატის არსებობა. ცვლილება, რომელიც ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე არის, ასევე არის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები. ეს რეგულაცია, რაც დღეს გვაქვს, შეიძლება გამოყენებული იქნეს პოლიტიკური წმენდის იარაღად. რეორგანიზაციის შემთხვევაში გათავისუფლებული პირების შემთხვევაშიც დაცვის გარანტიები მცირდება, გასაჩივრება არ აჩერებს აქტის მოქმედებას, ეს ჩანაწერი პირდაპირ გვაქვს. ასევე მოქმედი რედაქციით დავის მოგების შემთხვევაში შესაძლებელი იყო გათავისუფლებული პირის აღდგენა, მაგრამ იმ ცვლილებით, რაც დღეს გვაქვს, აღდგენა შეუძლებელია და ამ შემთხვევაში მაქსიმუმი, რაც შეიძლება მოქმედი რეგულაციით დაკმაყოფილდეს, ეს არის კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ხელისუფლების გადაწყვეტილებას კვალიფიციური კადრების გადინება მოჰყვება, ამბობს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი. სპეციალისტს მიაჩნია, რომ ცვლილებები დასაქმებულების პოლიტიზირებას გამოიწვევს. სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯს ხელისუფლების ინტერესებზე მორგებულს უწოდებს იურისტი მირზა მამულაძეც. ამბობს, რომ ეს ცვლილებები მკვეთრად აუარესებს საჯარო მოსამსახურეთა უფლებრივ მდგომარეობას. ძირითადად ცვლილებები მორგებულია ხელისუფლების ინტერესებზე, ეს ნიშნავს იმას, რომ საჯარო სამსახური თავიდან ბოლომდე თავის პოლიტიკურ დღის წესრიგს დაუქვემდებარა ფაქტიურად მოქმედმა ხელისუფლებამ, რაც ბუნებრივია ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის ინტერესებს, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტიურად სახელმწიფო დაქვემდებარებულია პოლიტიკური პარტიის ინტერესებზე, რაც ვერანაირად ვერ ჩაითვლება სამართლებრივი სახელმწიფოსთვის დამახასიათებელ ელემენტად და ბუნებრივია არა მხოლოდ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, არამედ ამ დღეების განმავლობაში
ყველა ცვლილება რაც ინიცირებულია თავიდან ბოლომდე იმსახურება იმას რომ საჯარო მოხელეები ვერ გამოთქვან თავიანთი პოზიცია და თუ კი რამე განსხვავებული პოზიცია იქნება საჯარო სამსახურში დაფიქსირებული სადამსჯელო ღონისძიებად მიიღონ გადაწყვეტილება მათი გათავისუფლების შესახებ. სამსახურის განვითარებას 10 წლები დაჭირდა და საჯარო სამსახურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი რაც იყო საკანონმდებლო დონეზე განმტკიცებული ის არ უნდა დაქვემდებარებოდა პოლიტიკურ ყევებს და პოლიტიკურ ცვლილებებს. და აქამდე არსებული სასამართლო გადაწყვეტილებები, საკანონმდებლო რეგულაციები, ახალი საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, რომელიც რეფორმის ფარგლებში იქნა მიღებული, გარკვეულ სამართლებრივ სტაბილურობას ქმნიდა. ანუ საჯარო სამსახურის დასაქმებული პირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი საქმიანობა იყოს დაფუძნებული განვითარებაზე და პოლიტიკური პროცესები ამ საქმიანობაზე არ ახდენდეს გავლენა. სამწუხაროდ დღეს არსებული ცვლილებები, რომელიც მიიღო პარლამენტმა, არათუ ეწინააღმდეგება ზოგადად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ არაერთ გადაწყვეტილებას და მანამდე არსებულ პრაქტიკას, პრეცედენტს და განვითარების იმ პროცესს, რომელსაც სამართლებრივი გარანტიით სახით იყო შექმნილი, არამედ წინააღმდეგობაში მოდის თვითონ საჯარო სამსახურის ნორმა პრინციპებთან. საჯარო სამსახური დღეს არსებული ცვლილებებით ფაქტობრივად არის, ასე ვთქვათ, პოლიტიკური გავლენა, ვერ იქნება პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი, ჩვენ ამდენიც არ უნდა ვისაუბროთ. ამ ყველაფრის პარალელურად კი მმართველი გუნდი გვარწმუნებს, რომ საზოგადოებაში წაკითხulis გააზრების პრობლემაა. ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ გავრცელებული ტყუილი რადიკალების მიერ ხალხის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. რეალურად იმდენად თითიდან გამოწვეული თემაა საჯარო სამსახურის შესახებ კანონი და ქართული ენის ერთმანეთთან მიმართება, რომ რა ვიცი, ამაზე პასუხი არის ერთი და ცალსახა. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ბოლო დღეების განმავლობაში ქართულმა ოცნებამ დაჩქარებული წესით მიიღო სხვა კანონებიც, რომელთაც უკვე უწოდეს რეპრესიული, შემწყუდავი და არადემოკრატიული.